დღეს მევაპირებ გამოვიკვრიო ეს მოჩვენებებით სავსე ნაკადი, რომ ნახო რა უცნაური და შემზარავი ნივთების პოვნა შემიძლია მის შიგნით. და ეს იმიტომ, რომ ეს ნაკადი ცნობილია როგორც კრიმინალების და მათი მოპარული ნივთების გადაკრის ადგილი. მაგრამ ასევე მიიჩნევა, რომ ეს ნაკადი მოჩვენებებით არის სავსე, რადგან აქ 1990-იან წლებში 3 გოგონა დაიღუპა და ზოგიერთი ამბობს, რომ მათ არსებობას დღესაც კი გრძნობ. და დღევანდელ თავგადასავალში ჩემთან ერთად არის ჩემი კარგი მეგობარი Bass Fisher Productions. თქვი რომ აქ ხალხი დაიღუპა, იქნებეს არ მითხარი? არ გიფიქრია რომ ჩემთვის ამის ცოდნა მნიშვნელოვანი იყო? კარგი მე წავალ. ისი ამოვნეთ ბიჭებო, მადლობა ყურებისთვის. შემდეგ ვიდეოში შევხვდებით. ცოტა დარწმუნება დამჭირდა, მაგრამ Bass Fishing Productions დავარწმუნე, რომ ვიდეოს ბოლომდე ჩვენთან დარჩენილიყო. ხომ ასეა მეგობარო? დიახ, ის ბედნიერია. ეხლა მიწებებულ ფირს ვაძრობ. დამპირდები რომ არ გაიქცევი. გპირდები, დიახ. ეხლა დავიწყებთ ნაკადის გასწრულ სეირნობას და ვნახავთ რა უცნაურ რაღაცებს გადავაწყლებით. და ვიდეოს მოგვიანებით ნაწილში გამოვიკლოთ მიტოვებულ ხიდს, რომელიც ჩვენს უკანა. როგორც ჩანს, სწორედ იქ დაიღუპნენ ეს გოგონები. ვინ იცის იქ რას ვიპოვით? რა სიტყვით? დავითხოვთ? წავედით. როცა ბობი და მე ჩვენი ძიება დავიწყეთ, თითქმის წარმოდგენაც არ გქონდა, რა სიგიჟეებსაც შეიძლება გადავყროდით. რაც ვიცოდით იყო ის, რომ თუ უსაფრთხოდ ყოფნა გვინდოდა, ერთად უნდა ყოფილიყავით და ერთად მუშაობით ვიცოდით, რომ რაღაც მაგარ რამეებს ვიპოვიდით. ეს რა ჯანდაბაა, ძმაო? აქ ქვემოთ რაღაც წრეა. მე უფრო ეს მაწუხებს. ეს რა არის, ძმაო? მომჭერი მაქვს, ღმერთო ჩემო. ნახე რა ჟანგიანია. ეს წამების იარაღივითა. არც კი ვიცი ეს რამეა. იცადე ვიცი რა არის. შემოbrunდი. არ ვიცი თუ მიცდია. შემოbrunდი. ძველად ბოროტმოქმედები ამით ბავშვებს იტაცებდნენ. და მე გაჩვენებთ სერგეისთან ერთად. მზად ხარ? იწყებ. ის გარბის, ის პატარა ბავშვია. ბუმ, დავიჭირე. ის ვეღამსაც წავა. ეს არ მომწონს. ეს არ მომწონს, ონწონს, ის მართლა გაჭედილია. ეს ეგ არის? ანუ დღევანდელი პირველი აღმოჩენა? კომენტარი დაწერეთ ქვემოთ, რა არის ეს? არ გოქს წარმოდგენა, მაგრამ მოდი რაღაცა სწრაფად გაჩვენებთ. ხო, ეს ადგილი საშინლად საეჭვოა. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს სხვა პლანეტაზე ხარ და სუნი დგას. რა ჯანდაბაა? ღმერთო ჩემო ძმაო, ეს უსაფრთხოების ხვედია. ღმერთო ჩემო, ეს მართლა ხვედია, არ არსებობს. ძმაო, ეს რაღაც საშინლად ყარს. ეს საშინელება. მუშაობს? ძმაო, ეს უსაფრთხოების ხვედია. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ აქ მანქანაა. მგონია დღეს მანქანას ვიპოვით. ძმაო, ჩვენ თითქოს მკვლელობის საიდუმლო ვნახეთ, ძმაო. სხვა რა მიზეზით იქნებოდა აქ უსაფრთხოების ხვედი? ბიჭებო, მგონი უყურეთ, რომ გაიგოთ, ვიპოვით თუ არა მანქანას. არ ვიცი, ძმაო. თუ მანქანას ვიპოვით, ეს სიგიჟე იქნება. ო, შეხედე ამას. ეს ნაგავია? ხო, ეს უბრალოდ ნაგავია, ბიჭებო. შეხედეთ ამას. ამ პატარა ნაკადულში ბევრ მაგარ რამეს პოულობთ, მაგრამ ასევე ბევრი ნაგავიცაა. უბრალოდ ნამდვილი ნაგავია. ასე რომ, ყველაფერს, რასაც ნაგავს ვიპოვით, მოვაშორებთ. პირდაპირ ხედავ საბურავის კამერას იქ ქვემოთ. შეხედე ამას. რაც ვიცი, დღეს ბევრ ნაგავს შევაგროვებთ. ეს რა ჯანდაბაა? ღმერთო ჩემო, არ დაიჯერებ. რა? რა მოვიღე? მაკრატელი. ეს უბრალოდ მაკრატელი-ტელი არა. ლუდიც ამოვიღე. აქ იმდენი რამეა. ო, ნახეთ ეს. ეს ბუშტია. ნახეთ ბიჭებო, კიდევ ნაგავი. რა სიურპრიზია? ღმერთო ჩემო, კიდევ რაღაც ამოვიღე. ო, არა, ეს რა ჯანდაბაა? ეს დანა არის. შუბია. არა, ეს შუბია. არა, ეს შუბის წვერივითაა. ჯოხი. მოიცარ არა, ვაში. დასაკეთებ მაგით ბიჭო. ო, ეგეც ბასრია. ეს საშიშია. არ ვიცი რა. არ ვიცი რატომ. ეგ აქ ქვემოთა. ეს საშიშია. ეგ არ უნდა იყოს აქ ქვემოთ. ჟანგიანიცა. ასე რომ ეს აქ იყო. ტეტანუს ავიკიდებ. შეხედე ამას. ო, ეს მართალია. ღმერთო ჩემო. ბიჭებო, გთხოვთ დაალაიქეთ. ორივემ ტეტანუსი ავიკიდეთ ნამდვილად. რა? ვიპოვე? გიგანტური ლოკოკინა? ო, არა, ეს რაღაც უზარმაზარია. ეს არის ვაშლის ლოკოკინა. რა არის ვაშლის ლოკოკინა? ესეთებს სულ ვიჭერ. ისინი სინამდვილეში ინვაზიურები არიან ფლორიდაში. ესენი უზარმაზარი ლოკოკინები არიან. არიან. ბიჭებო, ძმაო, ეს რაღაც უზარმაზარია. ეს ყველაზე დიდი ლოკოკინაა, რაც ოდესმე მინახავს. უბრალოდ ხელით აიღე ისინი. დიახ, ხელით. მეგონა ბეისბოლის ბურთი იყო ან რაღაც მსგავსი. არა, ეს სიგიჟეა. მეც ვიპოვე რაღაც. იქ ქვემოთ ვეძებდი და ძველი ნიღაბი ვიპოვე. ეს მახსენებს წარსულს. მოაშორე ეგ რამე. ეს მახსენებს წარსულს. ალბათ აქ დაახლოებით 20 წელია დევს. ძმაო, ეს საზიზღრობაა, ეს ძალიან შემზარავია. ძმაო, შეხედე რამდენი ობობა აქ. ღმერთო ჩემო, შეხედე იმას. უზარმაზარია. ეს დიდი ობობაა, ძმაო, გიკბინოს. ო, არა. მოიცადე. ეს რა არის, ძმაო? ეს მახვილია. ეს რა არის? ეს მახვილია. არ არსებობს. არა, ეს მახვილია. ეს кейსია. უბრალოდ кейსია. უბრალოდ ქუისია. ო, ეს როგორც ბუდეა, როგორც მახვილის кейსი. არ არსებობს გუსტიე. მაჩეტს გავს. როგორც кейსია. ეს მაჩეტისთვის кейსია, ძმაო. ო, მაჩეტი სადღაც ახლოს უნდა იყოს. მოიცა, გავაგზელოთ ძებნა. ერთი წამით გაჩუმდი. მგონი ვთქვი, გოლფის ჯოხი, ჯოხი, ჰა? ეს გოლფის ჯოხი არ არის. ღმერთო ჩემო. გულისხმობ, შეიძლება გოლფის ჯოხიც იყოს. ეს მკვლელობის იარაღია. ო, კაცო, თუ ეს გოლფის ჯოხია, ეს ყველაზე საშიში გოლფის ჯოხია. არა, ამას ისევ არ გავაკეთებთ. ისევ არა. მაგრამ ეს მართლა სიგიჟეა. ეს რა ჯანდაბაა? მოიშორე ეგ. ეს მკვლელობის იარაღია. შენ არ უნდა დატოვო შენი ანაბეჭდები მაგაზე. ო, ეგ მართალია. ნამდვილად ციხეში მოვხვდები. ო, შენ უკვე დამთავრებული ხარ, ძმაო. ძმაო, შეხედე ამას. ეხლა მართლა რაღაც გამოგრჩა. რა გამოგრჩა? ხომ ასეა? იქ სადაც ის გოლფის ჯოხი იყო. შეხედე ამას. როგორ დაინახე ეს საერთოდ? ეს დანა არის. ქვემოთ თითქოს ოქროსფერია. რას გულისხმობ? შეხედე ამას. ეს ჯიბის დანა არის. გახსნილია? ო, ძველია.
აი ეგა. ვაუ, ეს მკვლელობის იარაღია. ალბათ ეს მკვლელობის იარაღია. არ მოგატყუებ. გაითვალეთ, რამდენი მკვლელობის იარაღი ვიპოვეთ ამ ვიდეოში და კომენტარებში დაწერეთ. ეს უკვე მეორე ან მესამეა. ეს მინიმუმ მეორე ან მესამეა. ეს სიგიჟეა, მაგარია. სერგეი, შეიძლება კიბო იყოს. ძმაო. ეს რა იყო? ძმაო, კარს, მომაშორე ეგ. ეს რა არის? არა. ასე რომ მცირე პრობლემას შევეჩეხეთ. უზარმაზარი ხე მთელ ნაკადულზეა გადადებული და მის გარშემო გავლა ცოტა რთული იქნება. მგონი თუ ცადებთ უბრალოდ გადავძურებით, ყველგან ობობები არიან. ძმაო, ეს დაგავიწყდა. ღმერთო, ეს საშიშია. ყველგან ობობები არიან, არ ჩამოვარდე, არ შემიძლია. კარგი ხო, ასე არ გამოვა. დაიცადე. მგონი იდეა მაქვს. მოდი უკან დავბრუნდები. კარგი, რასაკეთებ მაგით? სერგეი! ღმერთო. მოიცადე შენი თავი. ობობის ქსელში ხარ. არა, არ გაინძრე. არა, ეს ჩემი სხეული, არ მინდა შეგაშინო. არ მინდა შეგაშინო, მაგრამ უზარმაზარი ობობა იყო შენზე. მართლა? სად წავიდა? არა, ეხლა ხან ნახე. ის შენს თმაშია, ის შენს დამიცადე. ის შენს თმაშია. მოიცადე, შეგვიძლია უბრალოდ წავიდეთ. ეხლავე გადავიდეთ. მართლა? კი, კარგი, კი. ეს მარტივი იყო. მივაღწიეთ მეორე მხარეს. პირველი რაც შეგხვდა, რა თქმა უნდა, უზარმაზარი ნაგავია. ძმაო, ეს საბურავის კამერაა. შეხედე ამ ფერად მარცვლებს. შეხედე ამ მარცვლებს ზედე. ამ მარცვლებს ზედ. გემრიელია. $20 ვდებ, რომ შიგნით არ შეხვალ. მე შიგნით არ შევა. $40. გთხოვ. არა. მოდი რა, ბობი. მე ვხედავ სახელურს. დაიქნება, რას ვფიქრობ, დაიქნება. ერთი ვნახო, მოდი ვნახო. შედი შიგნით. სახელური გარეთ არის გამოჩენილი. მართლა ვხედავ. რა იქნება? დანა, ძმაო. ეს დანია. ღმერთო, ეს დანია. ეს დიდია. ღმერთო ჩემო. ეს ისეთია, იმიდან ოდესმე გინახავს ის Scream-ის ფილმი. არა, ეგ საშიშია. ეგ სიგიჟეა. ეგ საშიშია. მანამდე მკვლელობის იარაღებზე ვხუმრობდი, მაგრამ ეხლა აღარ ვიცი. ეხლა ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული. ჩვეულებრივ, ამ სიტყვას ცოტა თავისუფლად ვიყენებთ. მკვლელობის იარაღი, მაგრამ ახლა ასე აღარ ვფიქრობ. ამას ნამდვილად შეიძლება ეწოდოს მკვლელობის იარაღი. მოусმინე, შეხედე ამას. ამას ხელითაც არ შევეხებოდი. მოდი ეს სადმე დავდოთ. არ მინდა რომ შევეხო. მოდი მოვიშოროთ ეს. შეხედე ამას, რაღაც ვიპოვე. ნაპირზე ნაგვის ნაჯერი ან რაღაცა. ნიშანს გავს. ეს რა ჯანდაბაა? ნიშანია. თითქოს საარჩევნო სამკერდე ნიშანს გავს. მარიო ფერმერი. დიახ. მარიო ფერმერი 2024. არა, მოიცადე. რა იქნება თუ ის ცუდი ტიპია? ჩვენ არ ვიცით, იმიტომ რომ არ ვიცნობთ. არ ვიცით ვინ არის. კარგი, შეიძლება ცუდი იყოს, ასე რომ ჩვენ მარიოს ფერმერში არ ვართ. არა, ჩემთვის შეიძლება იყოს კიდეც. თუ კარგი ტიპია, მაშინ კი. შეიძლება ჩემთვისაც. ჩვენ არ ვიცით. მარიო შეიძლება იყოს ფერმერი. ხელებით ძირს წინჯავ. ცოტა საეჭვოა ეს ყველაფერი. არ ვიცი რა არის აქ ქვემოთ. ვიცით რომ დანებია, ასე რომ იმედი მაქვს არ მომხდება რამე. ეს რა არის? ეს სტეიკია, უბრალოდ სტეიკია. ბობი, ბიოლოგიური საფრთხე რას ნიშნავს? ძმაო, ხუმრობ ხმასია? კარგი, ეს რა არის? არ შეეხო. ეს უბრალოდ სასაცილო თოვლის კაცია. არ შეეხო. არა, გაჩერდი. არა, არ მომაწოდო. დადეგ, სერგეი. ეს კარგი არ არის. ეგ მიცურავს, ბობი, ეს რა არის? ბიოლოგიური საფრთხეა. ეხლა უკვე წავიდა. წავიდა. ამ შენ აპირება აიღო ეგ, ხო ასეა? არა, მაგას არ შევეხები. ეს რა იყო? ეგ ბიოლოგიური საფრთხეა. წავიდა. მიცურავს. კარგი, ეხლა უკვე მიცურავს. მართლა გეუბნები ძმაო, არ უნდა შეხებოდი მაგას. რატო? ეს უბრალოდ ბიოლოგიური საფრთხეა. კარგი, ხო, რა თქმა უნდა, ბიოჰაზარდია. ნახე რა მაქვს, სერგეი, ნახე, ქოქოსია, მართლა, ქოქოსი. არა, ძმაო. მართლა, სერიოზულად ამბობ ამას. არ ვიცი იქ რა მოხდა, ნამდვილი ბავშვი ხარ, უბრალოდ წამომსდა. დარწმუნებული ხარ, ხომ ასეა, ძმაო? ეს რა არის, ბობი? ნახე რა მაქვს. ფლედი მაქვს, ბენზინის პისტოლეტი მაქვს. იცი ეს რას ნიშნავს? ბენზინი? კარგი, მორჩა. ჯანდაბას ეს ვიდეოც. მორჩა. ჰეი ძმაო, ყველაფერი კარგადაა. ეს უბრალოდ ბენზინია. ამიტომ მეწვის თვალები, იმიტომ რომ მტირი, მჭირდები. ვერსად ვერ წახვალ, მართლა. ვიდეოსთვის მჭირდები. მართლა ესე ფიქრობ. მანა, შეხედე. მოდი კარგი ბიჭებო, ნაკადულს გავუყვეს და ვნახოთ კიდევ რას ვიპოვით. მგონი კიდევ ერთ დანას მივადექი, სულ 5 ფუტით იმ პირველიდან. ეს კიდევ ერთი დანა. ეს სიგიჟეა.
ეს რაღაც გიჟურია. შეხედე ზებრასავით დიზაინს. გონი საღებავი უბრალოდ აძურა. შეხედე, ხედე, შეეხე. საღებავი უბრალოდ ცივია. მართალი ხარ. ეს კიდევ ერთი რამეა, რასაც ალბათ არ უნდა ვეხებოდით. რამდენი დანა ვიპოვეთ უკვე? ეს უკვე მესამეა. მოიცადე. იღებ, შეხედე ამას. კიდევ ერთი დანა. კიდევ ერთი დათი დანა. არა უშავ. ეს უკვე მესამეა ამაში. ეს პირდაპირ დაუჭრელია 2 ზედიზედ, ხო ასეა? ღმერთო ჩემო, ეს სიგიჟეა. იცადე, კიდევ უნდა იყოს სადმე. აუცილებლად უნდა იყოს. კიდევ იქნება აქვე. გავაგზელოთ. კიდევ ნაგავი მაქვს, სერგეი, კიდევ ერთი ლუდის კილა ან რაღაც გვაქვს. ჩვენ რეალურად გვჭირდება დანების მთვრალი რამდენი დანა ვიპოვეთ. ეგეც საერთი ძმაო. რა არის ეგ? ეს დანა არ არის, მაგრამ მაინც ჩავთვალოთ. რა თქმა უნდა, კი, რანათით გავს დანას. ჩავთვალოთ. საკმარისად გავს. ბობი, იცი რომ ობობის ბუდაში დგახარ, ხო? ღმერთო ჩემო. ღმერთო ჩემო. ძმაო, ხალხი მეუბლებოდა, ძმაო, ყველგან ობობებიაო. ძმაო. რა გჭირს? ყველაფერი, როგორც ჩანს, აქ ძალიან ბევრი ნაგავია. უბრალოდ აერო მინდოდა. ღმერთო ჩემო ძმაო, რაღაც ვიპოვე აქ. ეს რა არის? აჰა, ეგ მე ავიღე. აქ რაღაც მილიდევს. გამოუცალე. მტკივა. აქ მომიჭირე. შენ აიღე კიბო. მე არ მინდა იქ. აიღე კიბო. ღმერთო ჩემო, მიჭერს. კიბო დავიჭირეთ. აი. თევზიც იყო. იქ თევზიც იყო. აქ მილი არის და რაღაც პლასტმასის ან თმის გროვა. ეს რა ჯანდაბაა? თმის გროვა? ძმაო, არა, არ არის. კი არის, თმის გროვა. ის, თმის გროვა. პარიკია, ნახე ეს. ერთი წამით შემეშინდა. ეს უბრალოდ პარიკია, მაგრამ ეს დუდის ლაპარაკია. რატომ კნოსავ ამას? საზიზგრობაა. მაგრამ რატომ არის ეს ნაკადოლში? ეს მართლა საშიშია. კარგი, გაერთე მაგით. კარგი არ მოჩენაა. არა, მადლობა. კარგი რამეა. კოჩახ, დუდ. ამ პატარა ტერიტორიაზე ამდენი ნაგავია ეხლა. შეხედე ამას, ეს სიგიჟეა. კიდევ რამდენიმე მილი გვაქვს. ეს რა არის იქ? ეს რა ჯანდაბაა? ეს რა არის? ეს სათამაშოა? ეს დანა არის. ეს რა არის? ღმერთო ჩემო, ეს ხუმრობაა, ხო ასეა? ეს ჯიბის დანაა. ასე იღება. ეს ყველაზე დიდი გადაშლადი დანია, რაც კი ოდესმე მინახავს. ასეთი დიდი არასდროს მინახავს. ეს უზარმაზარია. ეს ნამდვილი ვერ იქნება. ეს უნდა იყოს. ეს მეტალისაა. რა არის ეს? ეს მეტალია? ეს ნამდვილია ძმაო? ეს ხუმრობა უნდა იყოს. არ არსებობს უბრალოდ ესეთი დიდი დანა იყოს ესე მდინარეში. რა გაძალებს რომ კონდეს 2 ფუტი სიგრძის დანა? შეხედე ამას დიუდ. ეს სიგიჟეა. კარგი, შენ ინახავ ამას. მე შენ თუ შევინახავ. მაგარია. არასდროს იცი რა შეიძლება მოხდეს დიუდ. აქ უზარმაზარი ლითონის ნაჭერია. შეხედე ამას. ძმაო, გამოიღე, დადე, გამოიღე. ეს საგზაონიშნის ბოძია? ეს საგზაონიშნის ბოძია? რა ხდება, დიუდ? მოიცადე. ეხლა ისტორიას ვაგროვებ. ეს იგი მანქანა გზიდან უნდა შემოსულიყო. დაეჯახა ნიშანს, ყველაფერი აირია, უსაფრთხოების ხვედი იქით გაფრინდა. ნიშანი მოღუნულია. ეხლა უბრალოდ მანქანა უნდა ვიპოვოთ. აქ ქვემოთაა. აუცილებლად აქ იქნება. აუცილებლად აქ ქვემოთ უნდა იყოს. ისტორია ემთხვევა, ყველაფერი ერთმანეთს ეწყობა. არა, რა ჯანდაბაა? არა, ღმერთო ჩემო. კარგი, ამას არ გავაკეთებ. არა ღმერთო ჩემო, მოდი ავიღოთ ეს წეული თოჯინის თავი. ეს თოჯინაა ძმაო. ხო გითხარი, ესეთ რაღაცეებში არ ვერევი. სულ არ ვერევი მოჩვენებებში. არა ბარ ეგეთი. რა კავშირი აქვს ამას მოჩვენებებთან? უბრალოდ თოჯინის თავია. აქ მოჩვენება არ არის. ალბათ აჩრდილები დასდევს ძმაო. შეხედე ამას. ეს თოჯინის თავია. მითხარი რომ ამას აჩრდილები არ დასდევს. შეხედე ამას. აიღე. არა, შენ აიღე. აიღე. რატო არის მარტო თავი? შენ კიდევ გაქსის? პატარა პარიკი. რა თქმა უნდა, მომეცი. იცადე, ზუსტად ჯდება, შეხედე ამას. არ არსებობს, ბიჭებო, შეხედეთ ამას. პარიკის საიდუმლო ამოვხსენით, ეს ისეთი საზიზრარია. ზუსტად ჯდება, შეხედე ამას. ეს პირდაპირ მისი თმა, ეხლა მთლიანად შენია. არა, ამას არ წავიღებთ. არა, ის აქ არის. შეგიძლია დაიტოვო, გადავაგდებთ. მე ამას არ წავიღებ. ეს საერთოდ არ მომწონს. ძმაო, ეს ადგილი ძალიან საშიშია. ნამდვილად მოჩვენებებია აქ. მე მაგ ყველაფერზე არ ვიცი, კაცო. ეხლა ცხოვრებაში ყველაზე მაგრად ვერთობი. სერგეი, აქ რაღაც დიდი ვიპოვე. ეს შლაკო ბლოკია. ღმერთო ჩემო, რას აკეთებს ეს აქ ძმაო? ღმერთო ჩემო, რას აკეთებს ეს აქ ძმაო? ეს ხომ ხმალია? ეს ნამდვილად ხმალია ძმაო, არ მჯერა. ძმაო. ეს ხო ხმალია ძმაო. ნახე რა ჟანგიანია. ეს სიგიჟეა. როგორ ფიქრობ, ვინმე მართლა მოკლა ვინმე ამ ხმლით? ვინ არ კლავს ხმლით? 2023 წელს. იცი, ეს განსხვავებულია, უნიკალურია. ამას ვაღიარებ. ამ 4 ფუტიან ტერიტორიაზე 10 დანა და 1 ხმალი ვიპოვეთ. ფიქრობ, ეს ყველაზე მაგარი რამეა. რაღაც ვიპოვეთ, ასე მგონია. მაგრამ სერგეი, არ მინდა ცუდი ამბავი გითხრა, მაგრამ კიდევ ერთი დაბრკოლება გვაქვს შენს უკან. მაგაზე საერთოდ ნუიზარდებ. ღმერთო შეინახეს, გააგრძელე. არ შეჩერდე. არა. მახვილია. გაერთე სერგეი. მგონი ეს მახვილი ცოტა დავაზიანე. მგონი უკვე გაფუჭებულია.
ო, ძმაო, ეს რა არის? ეს კიდევ ერთი მახვილია. ხო, ასეა, მეც ერთი მაქვს. ეს რა არის? რატო აქვს ზარი მიმაგრებული? ეს მახვილი არ არის. კარგი, ცოტას დავისვენებ, სერგეი. დავიღალე. ღმერთო ჩემო, რა უსარგებლო ხარ? სანამ შენ ერთობი, მე კიდევ განსპოულობ. ამას პირდაპირ გადაუარე. ფიცუდებ, აქვე იდო. მოიცა, ეს ის მაჩეტეა, რომელიც ქვემოთ 5 ეკუთვნის. არა, ეს მაჩეტე მღვიმისთვისაა. მოიცა. გონი ჰოლანდიაში დავაბრუნეთ. ბობი, დარწმუნებული ვარ ეს ჯდება. ეს აუცილებლად ის მაჩეტეა, რომელიც ვიპოვე. აუ ძმაო, მეც რაღაც ვიპოვე. ეს ფსკერია. ნახე ძმაო, რაღაც ვიპოვე. ეს განძი ჩემთან მოდის. არც კი მჭირდება რამე გავაკეთო. ისეთი კარგი ვარ, რომ არც კი მჭირდება გავინძრე. მაინც მგონია რომ ჩემი ცოტა უკეთესია. ხო, ვერ ვიტყვი რომ ზუსტად ჯდება, მაგრამ საკმაოდ ახლოსაა. ხო ძმაო. ვა. რა ხდება, სერგეი? ჰეი, მგონი რაღაცას ხედავ. მოიცადე, მოდი აქ. კარგი, ნახე იქ ძმაო. ღმერთო ჩემო, ეს ნაჯახია. ეს სიგიჟეა. მოიცადე, ჰეი, კარგად ხარ? ხო, გავჩერდები, მე დაგიჯერ. ნახე, ეს მართლა ნაჯახი ვიპოვე ძმაო. საშინელება, ეს სისხლია. ნახე რა წითელია. არა, ნახე ეს. ეს ახლა საკმაოდ კარგი აღმოჩენაა. გეუბნები ძმაო, ეს ნაკადი მართლა გიჟურია. და აქ არის ადგილი, სადაც ხალხი კრის თავის იარაღებს, უცნაურ ნიუთებს, არალეგალურ ნიუთებს. დაახლოებით 1 საათი აქ ვართ და ეს უკვე მე-14 იარაღია, რაც ვიპოვეთ. დღეს ყველაფერს პოულობ და გაგრძელებას ვაპირებთ. მოდი ვნახოთ, კიდევ რა შეგვიძლია ვიპოვოთ. ჰეი, სერგეი, იცოდი ეს ჩემზე? 1999 წელს მე ვიყავი მსოფლიო ჩემპიონი ნაჯახის სროლაში. არა, არ იყავი. კი, გინდა ნახო? დაგიმტკიცებ. მზად ხარ? აჰა, ნახე ეს ძმაო, რა გითხარი? მოდი უბრალოდ გავაგრძელოთ. ბობი, ნაჯახი ვიპოვე. გულისმო, ბობი, გოლფის ჯოხი ვიპოვე. ეგეც ძველია. ნახე ეს ხის სტარი ძმაო. გავიხსენოთ მაგნიტით თევზაობის ვიდეო. მე მირჩევნია. მე არ მინდა. სად? უბრალოდ. ამით დაგატყი. ხომ გითხარი, არ მინდა. მინდა დავარტყა. არა, სერგეი, კარგად ხარ? არ მინდოდა ასე მომხდარიყო. გოლფის ჯოხი ერთ წუთში მოხდა. კარგად ხარ? გამოცეთ კამერა. ალკოჰოლი უნდა მივცე. ბიჭებო, მგონი რაღაცას მივადექი აქვე. აქ არის უზარმაზარი მეტალის კონტეინერი ამ ბუჩქების ქვეშ დამალული და ზედ საერთოდ არ არის სამცენარეები. ეს რაღაც სრულიად სუფთაა. ეს ნიშნავს რომ ახალია ძმაო. ესეა. ო, მძიმეა. ფორმას აძლევს. ჰეი, გააჩერე. შეკუმშული ჰაერის შესასხურებელი. მუშაობს? არ მუშაობს. რა? ღმერთო ჩემო, არ მინდა ეს. ღმერთო, რა მძიმეა. ეს ნაგავია ნამდვილად. გონი ბოთლი დავინახე აქ ქვემოთ ძმაო. შეხედე ამას. ეს მხოლოდ შთამბეჭდავი არაა. ჩემი საკუთარი ბოთლიც მოქვს. ჰეი, შეხედე ამას. აიქა. წარწერა ამასზე. რა? შეხედე ამას. მოდი ახლოდან გადავიღოთ. შეგიძლია ახლოდან გადაიღო. ცდილობ წავიკითხო. ბუნდოვანია ძმაო, გაჩერდი, ნუ ხარ ასეთი. ვერ ვკითხულობ. გადაჭარბებული ჭამა. იქ წერია რომ ხალხის მოკლა? არა ეგ. ღმერთო ჩემო. შეგვიძლია კარგად დავინახოთ? ღმერთო ჩემო. არ ვიცი კამერაზე ჩანს თუ არა, რაღაც წერია, ხალხი არ ვიცი რა წერია. ღმერთო ჩემო. გგონია ეს რაღაც კავშირშია აქ მოკულ გოგოებთან. არ ვიცი, მაგრამ ეს ძალიან შემზარავია. ეს უბრალოდ საშინლად შემზარავია. შეხედე ყველა ობობა საქვე ამ ბუჩქებთან. ნახე, რამდენია აქ. ალბათ 17-დან 20-მდეა. ამ პატარა კუთხეში აქ. მოდით ნამდვილად ავარიდოთ ამ ადგილს თავით, დღეს არ მინდა დამკბინოს რამემ. სერგეი, შეხედე ზუსტად შენს უკან ძმაო. რაღაცა წყლიდანაა მოჩრილი. გაჭედილია? აჰა, ამოვიღე. ვაიმე, რა ჯანდაბაა ეს ძმაო? ეს არ არის ნორმალური. ამას აქ ადგილი არ აქვს. ვერც კი ვიტყვი რომ ეს სასოფლოს სამეურნეო ინვენტარია. რა? რაღაც ცერემონიალურს გავს, თითქოს ფოცხია. ასე რომ ბიჭებო, კიდევ ერთი ძალიან საეჭვო ნივთია. მოდით ეს ავიღოთ და გავაგრძელოთ, ნახოთ კიდევ რას ვიპოვით. წავედით. ძმაო, აქ ქვემოთ სულ უფრო გაუვალი ხდება, ეს კარგი არ არის. ძალიან საეჭვოა. ღმერთო. აჰა, მე უძღვები გზას. მადლობა, ყველაფერი შენზეა ძმაო. კარგი, მე აქ დავჭები, სადაც უსაფრთხოა. ვაფასებ ამას, შენ მიყურებ. ო, რაღაცას ვხედავ. ეს რა ჯანდაბაა? მოიტანე კამერა. ღმერთო ჩემო, ამას არ გავაკეთებ ძმაო. უი. ასე ჩანს, თითქოს ვიღაცა მოკლა. ძმაო. ო, არა. თავი არ აქვს ძმაო. ერთი ფეხი ცაკლია. რატომ არ აქვს თავი? ამას არ შევეხები. ნამდვილივით იგრძნობა, ღმერთო ჩემო. ნეტაშე და შეგეძლოთ შეგეგრძნოთ ეს. მართლა ნამდვილია. თითქოს ნამდვილი ადამიანის კანია. ძალიან შემზარავია ძმაო. ჩემზე არ არის დამაგრებული. ღმერთო ჩემო, რამდენი წვეტია. კიდევ ერთი არის. შეხედე ამას. ეს კიდევ უფრო შემზარავია. ო, არა, შეხედე ამას. ორი არიან. რა ფეხებია? ესეც ასეა ძმაო. ვიღაცას ფეხები უნდა აჭრიდეს. ისევ იგივე ფეხია. ორივეს მარჯვენა ფეხი აკლია, რა ხდება? ო, ანუ ამას აიღებ, მაგრამ ამას არა. კარგი, მე ამ საზიზვარს მიტოვებ. ძმაო, რა ხდება ძმაო? საათი უკეთია. პატარა საათი უკეთია.
შეხედე ამას. არც ერთი თოჯინა არ უნდა იყოს ასეთი. იარაღები არ მათუხებს, მაგრამ ეს თოჯინები არ მომწონს. ძმაო, ეხლა მოუკვდები. ანუ ზღვარს თოჯინებთანავლეთ, მაგრამ იარაღებთან არა. ხო, თოჯინები არ მომწონს. საშიშია. ასე რომ გონი სხვა გზა არ გვაქვს, უნდა გავაგრძელოთ. წავედით. არა. როცა ნაკადი აჩქარდა და ძალიან მოშფოთდა, წარმოდგენა არ მქონდა რაში ვეხვეოდი და მართლა არ ვიცოდი. რამე საშიში სულ ახლოს იყო. ეხლა მივდივართ მორების ხერგილთან და სახელოვი მოჩანს. აქ მთელი რიგი რაღაცებია. გმერთო ჩემო, ეს კიდევ ერთი მახვილია. ეს კიდევ ერთი ფარიკაობის მახვილია. ზუსტად ისეთი, როგორიც ადრე ვიპოვეთ. ეს უბრალოდ ჯოხია. ისე სრულიად კარგია. ვინ აგდებს მახვილს ასე ნაკადულში? ეს ხომ სრულიად კარგია. როცა ვინმე სკლავ, ამით ვერავის მოკლავ. ხო, ეხლა ისე ზიხარ თითქოს უკვე მოკლეს. ხო, ეს არის რადევს ხის წინ. ის წითელი პატარა რაღაცა, საათს გავს ან რაღაცას. ძმაო, არ ვიცი. ცოტა შემაშინებელია მართალია. მოძრაობას გავს, წინდებია. სერგეი, შეხედე ამას. შეხედე ამას. აქ არის ნაჯახი. უზარმაზარია ძმაო. ეს ხმალი ეხლა ხან ვიპოვე. ის ყალში არც კი არის ძმაო. ალბათ ვიღაცამ სცადა გადაეგდო, მაგრამ ბოლომდე ვერ მოახერხა. ხმალი ზუსტად იქ იყო. ასეთეში. ეს ძველი უნდა იყოს. ამერიკაშია დამზადებული. ეს ნაჯახი უზარმაზარია. ღმერთო ჩემო, მაინც მგონია რომ ჩემი ხმალი ცოტათი მაგარია. არა, ეს ბევრად მაგარია. ძმაო, ბობი. აქ ხეზე რაღაც კიდია. თითქოს მანეკენია. ეს კაცია. ეს მანეკენია, ძმაო. კარგი, მივალ. მოდი გადავიღოთ ეს. შეგვიძლია ეს გადავიღოთ, ძმაო. ვინმე გვატყუებს ახლა? ეს ხუმრობა უნდა იყოს, იმიტომ რომ უბრალოდ ხეზე კიდია. გულისმობ, ჰელოვინია. ეს ძალიან საშიშია. ვინ მორთავს ნაკადულს? ზედაბობის ქსელები არის. ეს დიდი ხანია აქა. ძმაო, ეს ძალიან შემზარავია. მართლა ასეა. შეხედე, ობობაა, პირდაპირ იქ, ძმაო. მაგაზე ობობაა. ხო, პირდაპირ იქ. ნახე, ობობაა ზედ. ღმერთო ჩემო. კიდევ ერთი მანეკენია, ძმაო. ეს ცხენზე ზის ან რაღაცაზე, რა ჯანდაბაა? არა. ამას არ ვაკეთებთ. ამაზე ძალიან ბევრი ფილმი მაქვს ნანახი. ღმერთო ჩემო, ამას არ ვაკეთებ. აღარასდროს. ორი საკმარისია. ეხლა ერთი გვაქვს. წავიდეთ, უბრალოდ დავბრუნდეთ იქ, საიდანაც მოვედით. ბოლოს და ბოლოს მთელი დღის მკვლელობის იარაღებისა და შემზარავი თოჯინების შემდეგ მიტოვებულ ხიდთან დავბრუნდით. და აქ დავიწყებთ ძებნას. ვნახავთ რას ვიპოვით. შეხედე ამ შემზარავ გრაფიტებს. აქვე პენტაგრამაა. ღმერთო ჩემო, ძმაო. 5 წამი დამჭირდა. 5 წამი. და პენტაგრამასთან პირდაპირ დანადევს. ხომ არ ხუმრობ? ეს ლოკოკინა. აქ მართლა ყველგან რაღაცებია. ეს რა არის? თოფის ვაზნაა? არა. ეს რა არის? კიდევ ერთი დანა. რა? კი, ეს არ მომწონს. იცით, მკვლელობის იარაღები არ მომწონს. ბობი, რაზედ გახარაკ? ეს რა არის? არა, ეს გასაღებია, ძველი, ჟანგიანი გასაღები, ღმერთო ჩემო. მაინტერესებს რა საღებს ეს? ღმერთო ჩემო, ეს რა არის? ეს რა არის? ეს ყუთია. პატარა ყუთია აქ ძმაო. შიგნით რაღაცებია. ფრთხილად იყავი ამასთან. კიდევ ერთი დანა არის. ეს რა არის? რაღაც ბზინვარია? არა რა? აქ ელექსირებია. ამ ყუთში ელექსირებია. ძმაო, ხუმრობ ხო არა? დავლიოთ? აბსოლუტურად არა. შეხედე ამას. ეს საზიზღრობაა. ღმერთო ჩემო, სუნი იგძენი. იცადე, ყველა უნდა ვკნოსოთ. კი, ეგ მოაშორე. ვინ იცის რამდენი ხანია იქ არიან? საშინლად კარს. ეს ნამდვილად ჯადოქრობა უნდა იყოს. რამდენი წლისაა ეს ხუთი? თითქოს წყალმცენარეები ეზრდება. შეხედე ამ ყუთს. უბრალოდ იშლება, ხელში მლღვება. ის პირდაპირ ხელში მიშლება. ღმერთო ჩემო, ხელში მიშლება. არ მინდა ვთქვა, მაგრამ შეიძლება ჭორები მართალი იყოს. გონია რომ ეს ადგილი მართლა მოჩვენებებითაა შეპყრობილი, იმიტომ რომ შეხედე. ეს რა არის? თუ დღევანდელი ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ დაალაიქეთ და კომენტარებში მოგწერეთ, რომელი აღმოჩენა იყო თქვენი საყვარელი. ჩემი საყვარელი ალბათ ის ორი მახვილი იყო, რაც ვიპოვეთ. და ამასთან ერთად ეს ძალიან შემზარავი მოხრილი დანა. როგორც არ უნდა იყოს, შემდეგ ვიდეოში გნახავთ. ნახვამდის.